კოსმიური სკოლა ამბავი, რომელსაც ასე ვერავინ მოგიყვება. ცოდნა, რომელიც ამ არხზე ზიარდება, მეს არ ეკუთვნის. მოიტანა სისტემამ, რომელშიც ცხოვრობთ. იესო ქრისტეს სისტემამ. შესაბამისად საერთოა. სინათლეში მოიხმარეთ თვითოულმა გაზიარებული ინფორმაცია. ამენით. გაიგეთ ყურსასმენები. კარგად მოკალათდი და მოემზადე მორიგი მოგზაურობისთვის. ვიწყებთ. ალქიმიკოსის დღიური. მეშვიდე მოგზაურობა. გაათავისუფლეს სივრცე. თავშიც და ცხოვრებაშიც. 9 იაპონური პრინციპი, რომლებიც ცხოვრებას ცვლის. შენი სახლი სავსეა ნივთებით. შენი კალენდარის საქმეებით. შენი გონება ფიქრებით. მაგრამ თუ გულწრფელი იქნები საკუთარ თავთან, ყველაზე მეტად სწორედ სივრცე გაკლია. აი ეს არის პარადოქსი, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ჩუმად ანადგურებს. პარადოქსი, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს ხმამაღლა. რაც უფრო მეტად ავსებს საკუთარ ცხოვრებას, მით უფრო ცარიელი ხდები შიგნიდან. ამატებ, კიდევ ამატებ და კიდევ. მაგრამ სისავსის განცდა მაინც არ მოდის. ყიდულობ ახალ ნივთს. სიხარული მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. იწყებ ახალ პროექტს. რამდენიმე დღე გრძნობს სიამაყეს. შემდეგ კი ისევ სიცარიელე. და კვლავ ჩნდება სურვილი, ეს სიცარიელე კიდევ რაღაც ახლით შეავსო. მაგრამ ეს შენი ხასიათის გამოვლინება არ არის. ეს ხაფანგია. ხაფანგი, რომელშიც სრულიად სამომხმარებლო კულტურა გვამყოფებს. და ამ ხაფანგიდან მხოლოდ ერთი გასასვლელი არსებობს. 1000 წელზე მეტი ხნის წინ იაპონურმა ცივილიზაციამ იპოვნა პასუხი იმ კითხვაზე, რომლის დასმასაც ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. მათ გააცნობიერეს, ნამდვილი სისავსე შევსებით არ იბადება, ის გათავისუფლებით იბადება. არა შეძენით, არამედ გაშვებით. არა განუწყვეტელი მოძრაობით, არამედ გაჩერების უნარით. დღეს გაგიზიარებ 9 იაპონურ პრინციპს. 9 გასაღებს, რომლებიც მთლიანად შეგიცვლის დამოკიდებულებას სივრცის, დროის, ნივთების
და საკუთარი თავის მიმართ და თვითოეული მათგანი ცოცხალი პრაქტიკა, რომელსაც იაპონელები საუკუნეების განმავლობაში მისდევენ. და მეცხრე პრინციპი, ბოლო მათგანი, ყველაზე მნიშვნელოვანია. მის გარეშე პირველი 8 მხოლოდ ლამას სიტყვებად რჩება. ამიტომ დარჩი ბოლომდე. პირველი პრინციპი. ვაბი საბი. შუა საუკუნეების იაპონიაში ცხოვრობდა ჩაის ცერემონიის დიდოსტატი სენო რიკიუ. ის იმდენად ცნობილი იყო, რომ თავად ქვეყნის მმართველიც კი იწვევდა ჩაის ცერემონიებზე. მაგრამ ერთ დღეს რიკიუმ ისეთი რამ გააკეთა, რამაც ყველა გააოცა. მან ჩაის დარბაზიდან გაიტანა მთელი მდიდრული მორთულობა, ოქროს თასები, აბრეშუმის ფარდები, ძვირფასი ვაზები, ყველაფერი გაქრა. მათ ნაცვლად კი მხოლოდ ერთი უბრალო თიხის ფიალა დატოვა, პატარა ბზარით. სასახლის სტუმრები გაოცებულები უყურებდნენ. რა არის ლამაზი ამ გაბზარულ თიხაში? რიკიუმ შვიდად უპასუხა. სილამაზე სრულყოფილებაში არ ცხოვრობს. სილამაზე იმაშია, რაც ცხოვრებამ უკვე გამოატარა. ეს არის ვაბი საბი. პირველი პრინციპი. უნარი დაინახო სილამაზე არასრულყოფილებაში. დროთა კვალში, უბრალოებაში, სიმარტივეში, რომელიც არაფერს მალავს და საკუთარ თავთან ბოლომდე გულწრფელია. კვანძებიანი ხე ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე პლასტმასის ნაძვის ხე. ნაკაწრებით სავსე ძველი ხის მაგი და გაცილებით მეტ სილამაზეს ატარებს, ვიდრე ახლად ნაყიდი პრიალა ავეჯი სავაჭრო ცენტრიდან. ალბათ გაინტერესებთ რატომ? იმიტომ რომ მას ისტორია აქვს. იმიტომ რომ ის ნამდვილია. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად ყიდის ჩვენზე სრულყოფილების ილუზიას. იდეალური ინტერიერი გინდა? იყიდე ეს დივანი. იდეალური სხეული გინდა? შეიძინე ეს აბონემენტი. იდეალური ცხოვრება? აი ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა. და ჩვენ ისევ და ისევ ვყიდულობთ. ისევ და ისევ ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სურათს, რომელიც თავიდანვე ისეა შექმნილი, რომ სამუდამოდ მიუწვდომელი დარჩეს, რომ ვერასოდეს გავჩერდეთ. ვაბი-საბი კი სულ სხვა რამეს გვეუბნება. შენი ცხოვრება უკვე საკმარისად ლამაზია. შენი სახლი თავისი გაცვეთილი კუთხეებით, შენი სახე თავისი ნაოჭებით, შენი გზა თავისი შეცდომებით. ეს ყველაფერი შენ ხარ, ნამდვილი, ცოცხალი, არასრულყოფილი და სწორედ ამიტომ ლამაზი. პრაქტიკა. ახლავე აიღე ხელში ერთი ნივთი. ის, რომლის გადაგდებაც ან შეცვლაც გინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ არის იდეალური. შეხედე მას სრულიად სხვა თვალით. რა ისტორიას ატარებს? რა არის მასში ჯერ კიდევ ცოცხალი? უბრალოდ დააკვირდი ყოველგვარი შეფასების გარეშე.
მეორე პრინციპი დანშირი. მაგრამ ნივთების არასრულყოფილების მიღმა მხოლოდ დასაწყისია. რადგან მთავარი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ნივთები არასრულყოფილია, არამედ იმაში, რომ ისინი ზედმეტად ბევრია. სწორედ აქ შემოდის მეორე იაპონური პრინციპი. ერთხელ ერთმა იაპონელმა ქალმა, იამაშიტა ჰიდეკომ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააცნობიერა. ის საკუთარ ნივთებს უყურებდა და უცებ მიხვდა, რომ თავად კი არ ფლობდა მათ, არამედ ისინი ფლობდნენ მას. ყოველი ნივთი შენგან რაღაცას ითხოვს, ყურადღებას, ადგილს, დროს, ენერგიას. თითოეული მათგანი პატარა ვალდებულებაა, რომელიც ოდესღაც საკუთარ თავზე აიღე. და როდესაც ასეთი ვალდებულებები ასობით გროვდება, ისინი უხილავ ბორკილებად იქცევა. ბორკილებად, რომლებიც თითქოს არ ჩანს, მაგრამ ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ გაძლევს. სწორედ ამ აღმოჩენიდან დაიბადა დანშირის კონცეფცია. სამი მოქმედება, სამი სიტყვა, სამი ნაბიჯი თავისუფლებისკენ. პირველი, არ მიიღო ის, რაც შენს ცხოვრებაში საჭირო არ არის. მეორე, გაათავისუფლე სივრცე იმისგან, რაც უკვე გიგროვდება და სუნთქვის საშუალებას აღარ გაძლევს. მესამე, გაუშვი თავად მიჯაჭვულობა. არა მხოლოდ ნივთებთან, არამედ მათთან დაკავშირებულ შინაგან დამოკიდებულებასთანაც. სინამდვილეში ყველაზე რთული ზედმეტი ნივთების გადაყრა კი არ არის. თუ გულწრფელი იქნები საკუთარ თავთან, ეს არც ისე ძნელია. ყველაზე რთული მიჯაჭვულობის გაშვებაა. რადგან ჩვენ ნივთებს კი არ ვეჭიდებით. ჩვენ ვეჭიდებით მოგონებებს, იმედებს, თავის იმ ვერსიას, რომელიც ოდესღაც გვეგონა, რომ გავხდებოდით. აი მაგალითად, კარა და შიკიდია პიჯაკი. უკვე 3 წელია არ ჩაგიცვამს. რატომ არ აგდებ? ნუ თუ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გჭირდება. არა, შენ მას იმიტომ ინახავ, რომ გახსოვს ის დღე, როცა იყიდე. გახსოვს იმედი, რომელიც მასთან ერთად დაიბადა. იმ მომავლის იმედი, რომელიც საბოლოოდ არასოდეს დამდგარა. პიჯაკის გადაგდება კი ნიშნავს აღიარო, რომ ის მომავალი დასრულდა. და სწორედ ეს ტკივა ადამიანს. იამაშიტა გვასწავლის ერთი მარტივი კითხვის დასმას. არა მომწონს თუ არა ეს ნივთი? არა ბევრი გადავიხადე თუ არა მასში? არამედ ემსახურება თუ არა ეს ნივთი ჩემს ცხოვრებას დღეს? არა გუშინ, არა ოდესმე მომავალში, სწორედ დღეს. თუ პასუხია არა, მაშინ ამ ნივთს შენ ცხოვრებაში თავის ადგილი უკვე ამოწურული აქვს. პრაქტიკა. ახლავე გამოაღე ნებისმიერი უჯრა. აიღეთ მასში არსებული თვითოეული ნივთი ხელში და თვითოულ მათგანს ერთი და იგივე კითხვა დაუსვი. ეხმარება თუ არა ეს ჩემს ცხოვრებას დღეს? ნუ იფიქრებ დიდხანს. პირველი პასუხი თითქმის ყოველთვის ყველაზე მართალია. და თუ პასუხი არაა,
მადლობა გადაუხადე და მშვიდად დაიმშვიდობე. როდესაც სივრცეს გაათავისუფლებ, მოულოდნელად რაღაცას შეხვდები, სიცარიელეს და ამ ადამიანების უმრავლესობას მაშინვე უჩნდება სურვილი ეს სიცარიელე რაიმეთი შეავსოს. სწორედ აქ იმალება ყველაზე დახვეწილი ხაფანგი და სწორედ აქ იწყება მესამე პრინციპი მა. მესამე პრინციპი მა. როდესაც სახლიდან ზედმეტ ნივთებს გაიტან, როდესაც ოთახში სივრცე გაჩნდება, პირველი, რასაც იგრძნობ, შეიძლება დისკომფორტი იყოს, სიჩუმე, სიცარიელე, თითქოს რაღაც აკლია. ეს სრულიად ბუნებრივია. ჩვენ ისე შევეჩვიეთ ყველაფრის შევსებას, რომ თავისუფალი სივრცე თითქმის გვაშინებს. სწორედ ამიტომ იაპონელებს კიდევ ერთი სიტყვა აქვთ მა. სიტყვა, რომლის ზუსტი თარგმანი თითქმის არც ერთ ენაზე არ არსებობს. მას ხშირად ცარიელ სივრცედ თარგმნიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად მეტია. მა არის სივრცე, რომელიც სიცოცხლეს, სუნთქვის საშუალებას აძლევს. დაფიქრდი მუსიკაზე. რა მოხდებოდა ყველა ბგერა ერთმანეთს რომ მისდევდეს შეუსვენებლად? პაუზების გარეშე, სიჩუმის გარეშე. ეს უკვე მუსიკა აღარ იქნებოდა. მხოლოდ გაბმული ხმაურის მუდმივი მდგომარეობა. სწორედ პაუზები აჩენს მელოდიას. სწორედ სიჩუმე აძლევს ბგერას მნიშვნელობას. იგივე ხდება ფერწერაშიც. ცარიელი ტილო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფერები, რომლებიც მასზეა დატანილი. კალიგრაფიაშიც ფუნჯის ყოველი მონასმი მხოლოდ იმიტომ იკითხება, რომ მის ირგვლივ თავისუფალი სივრცეა. ზუსტად ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც. ჩვენ გვასწავლეს, რომ ყოველი წუთი უნდა შევავსოთ. თუ თავისუფალი დრო გვაქვს, რაღაც აუცილებლად უნდა აკეთო. თუ ოთახში თავისუფალი კედელია, რაღაც უნდა დაკიდო. თუ ტელეფონი ერთი წუთით მაინც გაჩუმდა, მაშინვე ხელში იღებ, თითქოს სიცარიელეს საფრთხეა. მაგრამ სინამდვილეში სწორედ სიცარიელეა ადგილი, სადაც ახალი იბადება. იდეა არ იბადება მაშინ, როცა გონება ხმაურით არის სავსე. ის ჩნდება სიჩუმეში. არც სიყვარული იბადება მუდმივი საუბრებით, არამედ იმ პაუზებში, სადაც ორი ადამიანი სიტყვების გარეშეც ერთმანეთის გვერდით ახერხებს ყოფნას. არც სიბრძნე იზრდება მხოლოდ მიღებული ინფორმაციით. მას დრო სჭირდება გასააზრებლად. დრო, რომ ინფორმაცია გამოცდილებად გადაიქცეს. ესეც მა, სივრცე, სადაც ტრანსფორმაცია ხდება. პრაქტიკა. დღეს შენი დღიდან 10 წუთი არაფრით შეავსო. არც მუსიკა, არც წიგნი, არც ტელეფონი, არც საუბარი. უბრალოდ დაჯექი. იყავი. დააკვირდი საკუთარ სუნთქვას. პირველ წუთებში ალბათ მოუსვენრობა სიგრძნობ. გონება 1000 რამეს შემოგთავაზებს, მაგრამ თუ დარჩები, მალევე შეამჩნევ, რომ შიგნით რაღაც იწყებს დამშვიდებას. სიჩუმე ნელ-ნელა აღარ მოგეჩვენება სიცარიელად.
ის სივრცედ გადაიქცევა. სივრცედ, სადაც შენ საკუთარ ხმას პირველად გაიგონებ. როდესაც ადამიანი სწავლობს ზედმეტის გაშვებას და სწავლობს თავისუფალ სივრცეში ყოფნას, ნელ-ნელა იწყებს იმის აღმოჩენასაც, თუ საერთოდ რისთვის ცხოვრობს. და სწორედ აქ მივდივართ შემდეგ იაპონურ სიბრძნესთან. სიბრძნესთან, რომელსაც შეუძლია დილით საწოლიდან ადგომის მიზეზიც კი შეგაცვლევინოს. მისი სახელია იკიგაი. მეოთხე პრინციპი. იკიგაი. ოდესმე გაგიღვიძია დილით და პირველი რაც გიგრძნია დაღლილობა ყოფილა. დღეჯერ არც დაწყებულა, მაგრამ თითქოს ენერგია უკვე აღარ გაქვს. ხშირად გგონია, რომ ამის მიზეზი ძილის ნაკლებობა, ან სტრესი, ან გადატვირთული გრაფიკი. ზოგჯერ ეს მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. ბევრად უფრო ღრმა. ადამიანი მაშინ იღლება, როდესაც აღარ იცის, რისთვის იღვიძებს. სწორედ აქ ჩნდება იაპონური სიტყვა იკიგაი. მისი პირდაპირი თარგმნა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე ახლოს იქნება ასეთი მნიშვნელობა. მიზეზი, რომლის გამოც დილით საწოლიდან დგები. არა იმიტომ, რომ მაღვიძა არ ეკავს, არა იმიტომ, რომ სამსახურში უნდა წახვიდე, არა იმიტომ, რომ ვალდებულებები გაქვს, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლე თავად გიხმობს. იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე, ოკინავაზე, მსოფლიოში ყველაზე მეტი ასწლოვანი ცხოვრობს. მკვლევარები 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდნენ გაეგოთ, რა იყო მათი დღეგრძელობის საიდუმლო. საკვები? ნაწილობრივ. მოძრაობა? რა თქმა უნდა. ძლიერი საზოგადოება? აუცილებლად. მაგრამ როდესაც თავად ამ ადამიანებს კითხეს, რატომ ცხოვრობთო ასე დიდხანს, ბევრმა მათგანმა თითქმის ერთი და იგივე უპასუხა. მე ჩემი იკიგაი მაქვს. ერთი მოხუცი ყოველდღე ბაღში გადიოდა. არა იმიტომ, რომ ვიღაცა აიძულებდა, არამედ იმიტომ, რომ მცენარეებთან საუბარი უყვარდა. მეორე მთელი ცხოვრება პატარა სათამაშოებს კვეთდა ხისგან. არავისთვის, უბრალოდ იმიტომ, რომ ესმის სულს ახარებდა. მესამე ყოველდილით მეზობლებისთვის ჩაის ამზადებდა და ამას თავის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ თვლიდა. შეხედე, არც ერთი მათგანი არ ცდილობდა დიდი წარმატების მიღწევას. არც ცნობილი ყოფილა, არც მდიდარი, მაგრამ თითოეულმა ზუსტად იცოდა, რატომ ცოცხლობდა. და ეს ცოდნა ყოველ დილას ახალ სიცოცხლეს აძლევდა. ჩვენ კი ხშირად პირიქით ვიქცევით. ვეძებთ ბედნიერებას როგორც დანიშნულების წერტილს. გგონია ჯერ უნდა მივახციოთ რაღაცას, მერე კი ბედნიერები გავხდებით. იკიგაი სხვანაირად გვასწავლის. ბედნიერება არ არის ფინიში. ის არის გზა. ის იმალება იმ პატარა მოქმედებებში, რომლებიც შენ სულს სიცოცხლით ავსებს. შესაძლოა ეს ხატვა, წერა, ბაღში მუშაობა, სწავლება, მუსიკა, ადამიანებთან საუბარი, ან უბრალოდ ის, რომ შეგიძლია ვიღაცას იმედი დაუბრუნო. შენი იკიგაი შეიძლება ძალიან მშვიდი იყოს.
ის შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს გარედან, მაგრამ თუ ის შენს გულს აცოცხლებს, ეს უკვე საკმარისია. პრაქტიკა. დღეს საკუთარ თავს ერთი შეკითხვა დაუსვე. ფული რომ საერთოდ არ არსებობდეს, არც რაიმე სახის შეფასება, თუ ვერავინ დაგაჯილდოვებდა, რას გააკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ამის კეთება თავად გიყვარს? ნუ ეცდები პასუხის სწრაფად პოვნას. უბრალოდ ეს კითხვა გულში დაიტოვე. ზოგჯერ სულს პასუხის გასაცემად დრო სჭირდება. როდესაც ადამიანი საკუთარ იკიგაის პოულობს, მისი ცხოვრება ნელ-ნელა ბუნებრივ რიტმს უბრუნდება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს რიტმი ყოველდღიურობაში გადაიტანო, საჭიროა კიდევ ერთი უნარი. უნარი, რომელიც გვასწავლის, როგორ შევქმნათ წესრიგი ძალდატანების გარეშე. როგორ ვიმუშაოთ ისე, რომ მუდმივად არ დავიღალოთ და სწორედ აქ ჩნდება შემდეგი იაპონური პრინციპი. კან-ბან. მეხუთე პრინციპი. კან-ბან. როდესაც სიტყვა კან-ბანს ვისმენთ, ხშირად გონია, რომ ეს მხოლოდ ბიზნესთან არის დაკავშირებული, ქარხნებთან, მენეჯმენტთან, კომპანიებთან. მაგრამ სინამდვილეში კანბანი ადამიანის გონებისთვის შეიქმნა. მისი არსი საოცრად მარტივია. შენი გონება არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ერთდროულად ათობით დავალება ატაროს. ყოველ ჯერზე, როდესაც ერთი საქმის კეთებისას მეორეზე გადადიხარ, შენი ცნობიერება თავიდან იწყებს აწყობას. შენ ამას შეიძლება ვერ ამჩნევ, მაგრამ ყოველი ასეთი გადართვა ენერგიას გართმევს, როგორც მანქანა, რომელიც ყოველ 100 მეტრში ჩერდება და თავიდან იწყებს აჩქარებას. საწვავი უფრო სწრაფად ილევა, გზა კი უფრო ნელა იფარება. სწორედ ამიტომ შექმნეს იაპონელებმა კანბანი. მარტივი დაფა, 3 სვეტით. გასაკეთებელი, მიმდინარე, დასრულებულია. ერთი შეხედვით ძალიან უბრალოა, მაგრამ ამ სიმარტივეში დიდი სიბრძნე იმალება. კანბანი გეუბნება. ნუ ეცდები ერთდროულად ყველაფრის ტარებას. გადადგი ერთი ნაბიჯი, შემდეგ კიდევ ერთი და მხოლოდ ამის შემდეგ შემდეგი. ჩვენს ეპოქაში მრავალსაქმიანობას, ეგრეთ წოდებულ მულტიტასკინგს თითქმის გმირობად მიიჩნევენ. ვამაყობთ, რომ ერთდროულად ვწერთ შეტყობინებებს, ვპასუხობთ წერილებს, ვუსმენთ მუსიკას, ვმუშაობთ და პარალელურად სოციალურ ქსელებსაც ვამოწმებთ. მაგრამ მეცნიერება სულ სხვა რამეს ამბობს. მრავალსაქმიანობა სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ძალიან სწრაფი გადართვა ერთი ამოცვენიდან მეორეზე. და ყოველი ასეთი გადართვა შენს ყურადღებას პატარა ნაწილებად შლის. ბოლოს კი არც ერთი საქმე აღარ სრულდება იმ ხარისხით, რომელსაც სინამდვილეში შეძლებდი. კანბანი ყურადღების პატივისცემას გვასწავლის. მახსოვს, ბავშვობაში ბებია ჩემი მეუბნებოდა ხოლმე. ანუკა, ჭამის დროს შენ ხარ ყრუ და მუნჯი. ეს სიტყვები რამდენიმე წლის წინ გავიაზრე და ისინი ნებისმიერ ქმედებას ესადაგება.
როდესაც ერთ საქმეს აკეთებ, მხოლოდ ის აკეთე. როდესაც საუბრობენ, მხოლოდ მოусმინე. როდესაც ჭამ, შეიგრძენი გემო. როდესაც ისვენებ, ნუ იმუშავებ გონებაში. ამ გზით ცხოვრება ნელ-ნელა მთლიანობას იბრუნებს. პრაქტიკა. აიღე ფურცელი და დაყავი 3 ნაწილად. პირველ სვეტს დააწერე, გასაკეთებელი. მეორეს, მიმდინარე. მესამეს, დასრულებულია. დღეს მხოლოდ ერთი საქმე გადაიტანე მიმდინარე სვეტში. დღეს მხოლოდ ერთი დაუმთავრებელი საქმე დაასრულე. ხვალ გადადი შემდეგ ამოცანაზე. შეამჩნევ რამდენად 7 ხდება გონება, როდესაც ერთდროულად მხოლოდ ერთ მიმართულებას მიყვება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს. ჩვენ გვგონია, რომ ცვლილება აუცილებლად დიდი უნდა იყოს, რომ ახალი ცხოვრება ერთ დღეში იწყება, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა შეიცვალოს. იაპონელები კი სულ სხვა რამეს გვასწავლიან. ისინი ამბობენ, ყველაზე დიდი გარდაქმნები ყველაზე პატარა ნაბიჯებით იწყება და ამ სიბრძნეს სახელი აქვს კაი-ძენ. მეექვსე პრინციპი კაი-ძენ. ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების შეცვლას ორშაბათიდან იწყებს. ან ახალი წლიდან, ან დაბადების დღიდან, ან იმ მომენტიდან, როდესაც საბოლოოდ საკმარისად მოტივირებული იქნება. ისინი დიდ გეგმებს ადგენენ. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლას ცდილობენ. იწყებენ ვარჯიშს, ახლებურად კვებას, ახალ რეჟიმს, ნერგავენ ახალ ჩვევებს და რამდენიმე კვირის შემდეგ ყველაფერი ისევ ძველ ადგილს უბრუნდება. ალბათ იკითხავთ რატომ? იმიტომ რომ გონებას რადიკალური ცვლილებები აშინებს. მას სტაბილურობა უყვარს. სწორედ ამიტომ იაპონელებმა შექმნეს კაიძენი. სიტყვა, რომელიც ნიშნავს უწყვეტ პატარა გაუმჯობესებას. არა დიდ რევოლუციას, არამედ ერთ პატარა ნაბიჯს ყოველ დღე. წარმოიდგინე მდინარე. ის კლდეს ერთი დარტყმით არ ამსხრევს. დღითი დღე, წვეთ-წვეთად, ყოველწლიურად და ბოლოს კლდეც კი იცვლის ფორმას. სწორედ ასე მოქმედებს კაიძენი. ერთი გვერდი დღეში, ერთი ახალი სიტყვა, 5-წუთიანი მედიტაცია, 10-წუთიანი სეირნობა, ერთი გულწრფელი მადლობა, ერთი კეთილი საქმე. გარედან თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ თუ უკან მოიხედავ ერთი წლის შემდეგ აღმოაჩენ, რომ უკვე სრულიად სხვა ადამიანი ხარ. ჩვენ ხშირად საკუთარ პროგრესს ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ ყოველდღიური ცვლილება ძალიან მცირეა. მაგრამ ბუნებაც ხომ ასე მუშაობს. მზე ყოველდღე თითქმის იმავე გზით ამოდის. ხე ყოველდღე თითქმის შეუმჩნევლად იზრდება. ბავშვიც ერთ დღეში არ იზრდება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მას ვეღარ ცნობ. ასეა შინაგანი ტრანსფორმაციაც. მას არ უყვარს ხმაური, ის ჩუმად მუშაობს. დღითი დღე, სუნთქვიდან სუნთქვამდე, ნაბიჯიდან ნაბიჯამდე. სწორედ ამიტომ კაიძენი მოთმინების ხელოვნებაა. ნუ ეცდები ერთ დღეში იქცე სრულიად სხვა ადამიანად.
უბრალოდ დღეს 1% უკეთესი გახდი, ვიდრე გუშინ იყავი. პრაქტიკა. დღეს აირჩიე მხოლოდ ერთი პატარა ცვლილება. იმდენად პატარა, რომ მასზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელი იყოს. თუ კითხვა გინდა, მხოლოდ ერთი გვერდი წაიკითხე. თუ მედიტაცია, მხოლოდ 2 წუთი. თუ ვარჯიში, 5 წუთით საკმარისია. მნიშვნელობა ხანგრძლივობას არ აქვს. მნიშვნელობა განმეორებას აქვს. რადგან ჩვევას ზომა კი არა, მუდმივობა ქმნის. როდესაც პატარა ნაბიჯების ძალას ენდობი, ნელ-ნელა იწყებ იმის დანახვასაც, რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შენი მოქმედებები, შენი ჩვევები, შენი ურთიერთობები, შენი გარემო და ბოლოს შენი შინაგანი სამყარო. სწორედ ამ კავშირის გაგებას გვასწავლის შემდეგი იაპონური სიბრძნე. სიბრძნე, რომელიც გვახსენებს, არაფერი არსებობს ცალკე. ყველაფერი ერთი დიდი მთლიანობის ნაწილია. მეშვიდე პრინციპი. შინრინ იოკუ. არის ერთი რამ, რაც თანამედროვე ადამიანმა თითქმის სრულიად დაივიწყა. ჩვენ ვიცით, როგორ გადავაადგილდეთ ქალაქში. ვიცით, როგორ ვიმუშაოთ კომპიუტერთან. ვიცით, როგორ გავატაროთ საათები ეკრანის წინ, მაგრამ თითქმის დაგვავიწყდა, როგორ ვიურთიერთოთ ბუნებასთან. იაპონიაში არსებობს ერთი განსაკუთრებული პრაქტიკა. მას შინრინ იოკუ ეწოდება. პირდაპირი მნიშვნელობით ტყის აბაზანა. ოღონდ ეს არ ნიშნავს ტყეში სპორტულ სირბილს, არც ლაშქრობას, არც რაიმე სხვა მიზნის მიღწევას. შინრინ იოკუ უბრალოდ ტყესთან ყოფნის ხელოვნებაა. ნელი ნაბიჯით სიარული, ხეების სურნელის შეგრძნება, ფოთლების შრიალის მოსმენა, მიწის სურნელის ჩასუნთქვა. იმ სიჩუმის მოსმენა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს არის სრულიად ჩუმი. მეცნიერებმა საინტერესო რამ აღმოაჩინეს. როდესაც ადამიანი გარკვეულ დროს ტყეში ატარებს, მისი სხეული იცვლება, სუნთქვა ღრმავდება, გულისცემა მშვიდდება, სტრესის ჰორმონები მცირდება, იმუნური სისტემა ძლიერდება. თითქოს ბუნება ადამიანს საკუთარი პირვანდელი რიტმის გახსენებაში ეხმარება. მაგრამ ალბათ ამისთვის მეცნიერებაც კი არ არის აუცილებელი. ბოლოს ტყეში რომ წავედი, 10 წუთის მანძილზე არც არაფერი მომხდარა. მერე უცბად გავაცნობიერე, რომ პირველად რამდენიმე თვის მანძილზე აღარ მეჩქარებოდა. გაიხსენე, ბოლოს როდის იგრძენი ნამდვილი სიმშვიდე. იქნებ მთებში, ტყეში, ზღვის პირას, იქ სადაც ქარი ხეებს შორის გადიოდა და შენ პირველად დიდი ხნის შემდეგ აღარსად გეჩქარებოდა. იცი, ბუნება არასოდეს ცდილობს იყოს სხვა. მუხა არ ცდილობს ფიჭვად გადაიქცეს. მდინარე არ ეჯიბრება მთას. ჩიტი არ ფიქრობს საკმარისად კარგად გალობს თუ არა. ყველაფერი უბრალოდ საკუთარ ბუნებრივ რიტმს მიყვება. და სწორედ ამიტომ იყოფნისას ჩვენ საკუთარ ბუნებას უბრუნდებით.
ალბათ ამიტომაც არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები ხშირად ტყეში მოდის. არა იმიტომ, რომ ტყე პასუხებს გვეუბნება, არამედ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი შინაგანი ხმის გაგონებას ვიწყებთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ტყეში საკუთარმა შინაურმა ცხოველებმა დამაბრუნეს. და მას მერე ყოველდღიურ თუ არა ინტენსიურ ქმედებად იქცა. ტყეში შესვლა ერთგვარი მეტაფორაა საკუთარ უღრანში, საკუთარ სიღრმეში, საკუთარ სიმშვიდეში და ბუნებრიობაში შესვლის. რომ დაუკვირდე არაფერს გართმევს, არამედ ყოველთვის საკუთარ საწყისთან გაბრუნებს. ცადეთ. ახლა კი პრაქტიკა. მიმდინარე კვირაში მონახე ერთი ადგილი, სადაც ბუნებასთან მარტო დარჩები. ეს შეიძლება იყოს ტყე, პარკი, მთა, ან თუნდაც ერთი ძველი ხე შენი სახლის მახლობლად. წადი იქ. არაფრის საპონელად, არაფრის გადასაწყვეტად. უბრალოდ იყავი, გადადე ტელეფონი, შეანელე ნაბიჯი, ჩაისუნთქე ღრმად. მოусმინე, რას გეუბნება სიჩუმე. როდესაც ბუნებასთან კავშირის აღდგენას იწყებ, ნელ-ნელა ხვდები, რომ სამყაროში ყველაფერი თავის დროზე მწიფდება. არ შეიძლება ყვავილი ძალით ააყვავო. არ შეიძლება მზეს უბრძანო უფრო ადრე ამოვიდეს. არ შეიძლება მდინარეს უბიძგო უფრო სწრაფად მიედინოს. და სწორედ აქ გვხვდება შემდეგი იაპონური სიბრძნე, რომელიც გვიხსნის, როგორ ვისწავლოთ ნდობა, როგორ შევწყვიტოთ მუდმივი ბრძოლა და როგორ მივენდოთ დროს. მერვე პრინციპი. შიკატა განაი. არის მომენტები, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, მაგრამ ცხოვრება მაინც სხვაგვარად ვითარდება. ჩვენ გეგმავთ, ვცდილობთ, შრომობთ, ვიბრძვით და მიუხედავად ამისა, ზოგი კარი მაინც არ იღება. ზოგი ადამიანი მაინც მიდის, ზოგი ისტორია ისე არ სრულდება, როგორც ეს გვენდომებოდა. სწორედ ასე დროს იაპონელები ამბობენ. შიკატა განაი, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს. არაფერია ისეთი, რისი შეცვლაც ახლა შეიძლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს დანებებას. ეს არც გულგრილობას გულისხმობს. ეს სინამდვილესთან შერიგების ხელოვნება, ანუ მიიღო ფაქტი ისეთად, როგორიც არის. არსებობს მოვლენები, რომლებზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია. და არსებობს მოვლენები, რომლებიც ჩვენს ნებას საერთოდ არ ემორჩილება. რაც უფრო დიდხანს ვეწინააღმდეგებით გარდაუვალს, მით მეტ ენერგიას ვკარგავთ. წარმოიდგინე, რომ მდინარის დინებას ებრძვი. პირველ წუთებში შეიძლება იფიქრო, რომ გამარჯვებას შეძლებ. მაგრამ საათების შემდეგ მხოლოდ ძალა გამოგეცლება. მდინარე კი კვლავ თავის გზას განაგრძობს.
ცხოვრება ზუსტად ასეთია. ზოგი რამ უნდა შეცვალო, ზოგი რამ უნდა დაიცვა, მაგრამ არის ისეთი რამეებიც, რაც უბრალოდ უნდა მიიღო. როდესაც ხარიშხალი მოდის, ბამბუკი აღარ ებრძვის ქარს, ის იხრება და მიყვება მის მოძრაობას და როცა ქარი გადაივლის, კვლავ სწორდება. აი სწორედ ამიტომ არ ტყდება. ჩვენ კი ხშირად პირიქით ვიქცევით. ვცდილობთ შევცვალოთ წარსული, ვებრძვით უკვე მომხდარს. გონებაში 1000-ჯერ ვიმეორებთ ერთსა და იმავე სცენას. ნეტა ასე არ მეთქვა რა. ან ნეტა იქ არ წავსულიყავი. ნეტა სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მაგრამ წარსული უკვე დასრულებული ციკლია და ყოველი წუთი, რომელსაც მასთან ბრძოლაში ვხარჯავთ, აწმყოს გვართმევს. შიკატა განაი არ ნიშნავს, რომ ოცნებებზე უარი უნდა თქვა. ის მხოლოდ ერთ რამეს გვასწავლის. განასხვავე, რისი შეცვლაც შეგიძლია, იმისგან, რისი შეცვლაც აღარ შეგიძლია. პირველ შემთხვევაში მთელი გულით იმოქმედე, მეორე კი შვიდად გაუშვი. პრაქტიკა. გაიხსენე ერთი რამ, რომლისთვისაც უკვე დიდი ხანია იბრძვი. შეიძლება ეს ადამიანი იყოს, შეიძლება ძველი წყენა, შეიძლება შეცდომა, რომელსაც საკუთარ თავს დღემდე არ პატიობ. ახლა გაჩერდი და საკუთარ თავს კითხე. მართლა შემიძლია ამის შეცვლა? თუ პასუხი არაა, ღრმად ჩაისუნთქე და ჩუმად გაუმეორე საკუთარ თავს. შიკატა განაი. ეს არ არის დანებება. ეს არის გადაწყვეტილება აღარ დახარჯო საკუთარი სასიცოცხლო ენერგია იმასთან ბრძოლაში, რაც უკვე დასრულდა. როდესაც ადამიანი სწავლობს მიღებას, მის გულში ნელ-ნელა სიმშვიდე აქტიურდება. მშვიდი, შვიდი მე, შვიდი ენერგოცენტრი, შვიდი ჩაკრა, შვიდი ფერი სისარტყელაზე, შვიდი დღე კვირაში, შვიდი, მშვიდი მდგომარეობაა. როდესაც შვიდივე მე თანხვედრაშია და გამართულად ფუნქციონირებს, ანუ სისტემა მწყობრშია. ეს უკვე ჩემი პირადი დაკვირვებაა. მაგრამ ამ სიმშვიდის შენარჩუნებისთვის კიდევ ერთი უნარია საჭირო. უნარი, რომლითაც ყოველ დღეს თითქოს და პირველად ხვდები. უნარი დაინახო სასწაული იქ, სადაც ხვევი მხოლოდ ჩვეულებრივობას ხედავენ და სწორედ ამას გვასწავლის შემდეგი იაპონური სიბრძნე. იჩიგო, იჩი ე. მეცხრე პრინციპი. იჩიგო, იჩი ე. არსებობს ერთი იაპონური გამოთქმა, რომელიც ალბათ ყველაზე ლამაზად გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თითოეული წამი. იჩიგო, იჩი ე. და მისი მნიშვნელობა ასეთია. ერთი შეხვედრა, ერთი სიცოცხლე. ან ეს მომენტი აღარასდროს განმეორდება. ოდესღაც იაპონიაში ჩაის ოსტატები თითოეულ ჩაის ცერემონიას ისე ატარებდნენ, თითქოს ეს მათი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო, რადგან იცოდნენ, მაშინაც კი თუ ხვალ ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს,
ხვალინდელი შეხვედრა უკვე სხვა იქნებოდა. სხვა ადამიანები, სხვა განწყობა, სხვა ამინდი, სხვა სუნთქვა, სხვა სამყარო. ზუსტად ამიტომ დღევანდელი წამი უნიკალურია. შეხედე შენს ცხოვრებას. რამდენჯერ ყოფილხარ ადამიანთან ერთად, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგან ყოფილხარ. საუბრობდი, მაგრამ ნახევარი ყურადღება გაჯეთში იყო. უყურებდი მზის ჩასვლას, მაგრამ ფიქრობდი ხვალინდელ შეხვედრაზე. იღიმოდი, მაგრამ გონებაში წარსულს იმეორებდი. და ასე ყველაზე ძვირფასი მომენტები ჩუმად გშორდება. ჩვენ გგონია, რომ ისინი ისევ დაბრუნდება, მაგრამ არც ერთი მათგანი აღარასოდეს განმეორდება. არც ეს დილა, არც ეს საღამო, არც ეს ადამიანი. ზუსტად ასეთი აღარასოდეს იქნება. არც შენ აღარ იქნები ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა ხარ. სამყარო მუდმივად ცვალებადია. ის ულიმიტოდ ფორმაცვალებადი ღრმა ერთის შედევრია. მასში ყველაფერი ყოველწამიერად იცვლება და სწორედ ეს აძლევს ცხოვრებას ფასს. თუ წინასწარ გეცოდინებოდა, რომ მეგობართან ეს ბოლო საუბარია, ნუ თუ ისე მოусმენდი მას. თუ გეცოდინებოდა, რომ მშობელს ბოლოჯერ ეხუტები, ნუ თუ ასე იჩქარებდი საქმიან შეხვედრაზე. თუ დარწმუნებული იქნებოდი, რომ ამ ადგილს უკანასკნელად ხედავ, ნუ თუ სხვანაირად არ დაინახავდი. იჩი გო, იჩი არ გვინერგავს შიშს. ის გვახსენებს ყოფნას სრული ჩართულობით, გულისყურით, მადლიერებით, რადგან ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთხელ ხდება და აღარასოდეს განმეორდება. პრაქტიკა. დღეს აირჩიე ერთი ჩვეულებრივი მომენტი. ერთი ფინჯანი ჩაი, ერთი დიალოგი, ერთი გასეირნება, ერთი ჩახუტება და საკუთარ თავს ჩუმად უთხარი. ეს მომენტი აღარასოდეს დაბრუნდება. შემდეგ ნუ იჩქარებ, ნუ გადაიღებ, ნუ შეეცდები მის შენახვას. უბრალოდ იცხოვრე მასში, მთელი არსებით. როდესაც ყოველი შეხვედრის ფასს აცნობიერებ, როდესაც ზედმეტს უშვებ, როდესაც ბუნებას უბრუნდები, როდესაც პატარ-პატარა ნაბიჯებით იცვლები, როდესაც წარსულთან ბრძოლას წყვეტ, ნელ-ნელა იწყებ იმის დანახვას, რომ ეს 9 პრინციპი, 9 სხვადასხვა სწავლება კი არ არის. ეს ერთი და იმავე გზის 9 განსხვავებული კარია. დასკვნა, როდესაც სიმარტივე ცხოვრების გზად იქცევა. შეიძლება 9 პრინციპის მოსმენის შემდეგ შენს თავში დაიბადა ერთი შეკითხვა: საიდან დავიწყო? სინამდვილეში არც ერთს არ სჭირდება განსაკუთრებული მომენტი. არც ახალი წელი, არც ორშაბათი, არც იდეალური პირობები. ყველაფერი შეიძლება სწორედ ამ წამიდან დაიწყო. ხო, აი ეხლა. შეხედე რა გვასწავლა ამ მოგზაურობამ. ვაფისაბემ შეგვახსენა, რომ სილამაზე სრულყოფილებაში არ ცხოვრობს. ის ცხოვრობს ნამდვილობაში. განშირი მგვაჩვენა, რომ თავისუფლება ახალი ნივთების შეძენით არ მოდის.
ის მოდის იმის გაშვებით, რაც უკვე აღარ გვემსახურება. მამ გაგვაგებინა, რომ სიცარიელე მტერი კი არა, სივრცე აქვს ნადობისთვის. იქი გაიმ დაგვისვა კითხვა, რისთვის ვიღვიძებთ ყოველდილით? კანბანმა გვასწავლა, რომ ერთი პატარა ნაბიჯი ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე 10 სხვადასხვა მიმართულებით გაფანდოლი ძალა. კაიძენმა შეგვახსენა, რომ დიდი ცვლილებები ჩუმად მიმდინარეობს პატარა ნაბიჯებით ყოველ დღე. შინრინი ოკუმ დაგვაბრუნა ბუნებაში და მასთან ერთად საკუთარ ნამდვილ ბუნებასთანაც. შიკატაგანაიმ გვასწავლა, რომ შვიდობა იწყება იმ წამს, როდესაც ვწყვეტთ ბრძოლას იმასთან, რისი შეცვლაც აღარ შეგვიძლია. და ბოლოს იჩი გო, იჩი ემ შეგვახსენა, რომ ყოველი წამი ერთხელ იბადება და ერთხელ გადის. თუ ამ ყველაფერს ერთი სიტყვით შევაჯამებდით, ეს სიტყვა იქნებოდა ცნობიერება. ცნობიერება იმისა, თუ რას ინახავ, რას უშვებ, რას ამბობ, რას უსმენ, რას გრძნობ და როგორ ცხოვრობ. რადგან საბოლოოდ მინიმალიზმი არ არის ცარიელი ოთახი, არ არის ცოტა ნივთი, არ არის მკაცრი წესების ნაკრები. მინიმალიზმი არის არჩევანი, ყოველდღიური არჩევანი. დატოვო მხოლოდ ის, რაც ნამდვილად აცოცხლებს შენ სულს. დანარჩენს კი მადლობა გადაუხადო და სიყვარულით გაუშვა. სივრცე არასოდეს რჩება ცარიელი, როდესაც ზედმეტს უშვებ. ადგილი სწორედ იმას ეთმობა, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ელოდი. შესაძლოა ხვალ ისევ ძველ ჩვევებს დაუბრუნდე. შეიძლება კიდევ ბევრჯერ დაგავიწყდეს ყველაფერი, რაც დღეს მოისმინა. ეს სრულიად ბუნებრივია, არ განსაჯა საკუთარი თავი. უბრალოდ ყოველ ჯერზე კვლავ დაბრუნდი, ერთი სუნთქვით, ერთი ნაბიჯით, ერთი პატარა გადაწყვეტილებით, რადგან სწორედ ასე ნაბიჯ ყალიბდება ახალი ცხოვრება. და ბოლოს მინდა რომ ერთი შეკითხვა დაგიტოვო. არ უპასუხო ახლავე, უბრალოდ წაიყოლე თან. თუ დღეს ყველაფერს ჩამოგართმევდნენ, აბსოლუტურად ყველაფერს, რისი დატოვებაც მაინც გენდომებოდა, რა დარჩებოდა? იქნებ სწორედ ეს არის შენი ცხოვრების ნამდვილი არსი. შეინარჩუნე სიმარტივე, სიჩუმე, მადლიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, არასოდეს დაივიწყო, რომ ყველაზე ძვირფასი რაც დღეს გაქვს, დღევანდელი დღეა. ეს სუნთქვა, ეს შეხვედრა, ეს სიცოცხლე და ის აღარასოდეს განმეორდება.
აქ რაღაც სხვა ამბავი იყო და მაგიტომ Anangan down Zen pan in man nan on ba da 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 Jan